მოგესალმებით ჩემო ძვირფას ბუმ როგორ ხართ? ესე იგი დაბლა ვარ ჩამოსული. ესე ნელა კარგი ხანი არ მისეირნია. ძალიან ნელა მოვსეირნობ. ბავშვები დავტოვე მამამისთან და მე წამოვედი. ვიყიდო წნარად მშვიდად რეებიც მჭირდებოდა. და სანამ რამეს ვიყიდიდი, ის ეკლესია უნდა გამევლო, სადაც სულ დავდიოდი ხოლმე. დავდიოდი უბრალოდ ეხლა ცოტა ნაკლებად დავდივარ, რადგან ბავშვების ამბები და ეს ჩემი ამბებიც. მაგრამ ახლა მომავალში მაგასაც აღვადგენ, რა თქმა უნდა, გვიანი არასოდეს არაფერი არ არის. და ვიფიქრე, მოდი შევალ და სანთელს დავანთებ მეთქი. შევერდი. მოვიკითხე, საყვარლესი მე დავიწყე, მე სანთლე ვისაუბრეთ და ჯერ ესეთი საუბრები რა ღირს ადამიანისთვის. ავიღე სანთელი, შევერდი, დავანთე და დავიწყე თხოვნა. თხოვნით რას ვთხოვდი ახლა, ხო? ჩემს ოჯახზე, ჩემს შვილებზე და მფარველობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდი არაფერი. მაგრამ დიდი არაფერი, ხა ნახე კიდე როგორ რაღაცა ვთქვი. ამაზე დიდი რა არის. ხო, და ესეც რაღაც ვთხოვე. და როგორ რაღაცა არის, იცით, აი როცა რაღაცას ითხოვ და თან შენ თავის მოსმენა რო იცი ადამიანი, ანუ შენ ემოციებს უკვე რო ცნობ ადამიანი და ხვდები სად მიდის და როგორ თამაშობს ემოციები. აი ადამიანი არ ვიცი. ძალიან მაგარი ქმნილებები ვართ, ღმერთო სასწაულები მართლა და უბრალოდ არ ვიცით. მაგრამ თანდათან ხვდები რომ შანსი გვეძლევა იმის რომ გავიცნოთ ჩვენი თავი, ხო ესეა. მომღავი საშუალება ჩნდება უკვე და ძალიან მიხარია. და ვარ აი ამ დავანთე სანთელი, ვარ ამ თხოვნებში და ეს ჩემი შინაგანი ემოცია რაღაცა დაძაბულობა. აი ამ დროს სხეული რა შეება, როცა თხოვ, იძაბები, აი რაღაცა თითქოს შეკოჭილი ხარ, შებოჭილი ხარ და ამას თხოვ და თან როს თხოვ, თან შიში გაქვს. გონია რომ ეს ყველაფერი მოხდება და დაცვა გჭირდება. აი როგორ რაღაცა და ავიდა ესე იგი ემოცია პიკზე. და მივხვდი რომ ძალიან დავიძაბი, აი ზურგშიც რომ ვიგრძენ უკვე რომ მოვიკუნტე. და რაღაცა უცებ შიგნით გაჩნდა როგორ რაღაცა, იცით, აი გაჩერებს შინაგანი ემოცია რაღაცა, აი გაჩერდი. აი მოეშვება ეს დაძაბულობა, ეს ყველაფერი და უცებ გიჩნდება ადამიანს გამიჩნდა უცებ პროსტორეთ, გამიჩნდა სურვილი, რომ ეს თხოვნები მოვხსენი. ეს თხოვნები არ მინდოდა, არის უბრალოდ მადლობის თქმა მომინდა. და გადავაკეთე ტექსტი. მე თუ აღარაფრის თხოვნა არ მინდა, ეს ყველაფერი ხო მე ისედაც მაქვს. და მადლობის გადახდა მომინდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მე მაქვს. და ბოლოს დავასრულე ჩემი სიტყვები იმით, რომ მე თუ მადლობა იმისთვის, რაც მაქვს. გამოვიდა რომ თხოვნით დავიწყე და მადლიერებით დავამთავრე. მადლიერება როგორი რაღაცა, იცით, ადამიანებში არ ყვირის. ახლა როგორც რაღაცა პატარა მარცვალი, აი ძალიან სუსტი. თუ გაღვივდება, თუ არა და ის ჩაქრება, გაივლის. და ეს მადლიერება ძალიან ნაზად ამოანათებს ხოლმე შინაგანად, აი ვინც შინაგანი თავის მოსმენა იცის, ის ხვდება და ცნობს. და როდესაც ეს მადლიერება ცოტა გამოანათებს, ხო? მე თუ დაიჭირე ეგ მომენტი კარგია, თუ არა და ქრება და რატო? მე უკვე წამოეწევა ქვეცნობიერი, რომ მადლობა კი მამისთვის, მაგრამ შენ იმდენი პრობლემა გაქვს, შენ ეს გაქვს, შენ ის გაქვს, წამოგაწევს ქვეცნობიერი აუცილებლად და ისევ გითხრებს იმ პრობლემებში, რაც რეალურად შეიძლება დასრულებულიც არის, საერთოდ არ გაწუხებს, მაგრამ ეს ქვეცნობიერი არ განებებს თავს. და ესეთი რაღაცა საკუთარი თავის მოსმენაზე ძვირფასი, აი მართლა არაფერია.
ყოველდღიურობა იცვლება, რატო იცით? სხვანაირად ხვდები ადამიანებს, სხვანაირად ცნობ, სხვანაირად განიცდი ყველაფერს, სხვანაირად გიხარია, საერთოდ სხვანაირად ცხოვრობ რა. ძალიან მაგარია და ეს არა ის, რომ ეხლა თქვენს რატო გიზიარებთ, იმიტომ რომ უნდა გაგიზიაროთ სხვანაირად. მე ჩემს საქმეს როგორ გავაკეთებ ხო, როგორ გავაგრძელებ თუ ადამიანს არ აჩვენე რაზე საუბრობ ხო. მე თუ ეს არ მექნებოდა როგორც პროფესია, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეინახებოდა ჩემთვის, როგორც აქამდე. და ძალიან მაგარია მადლიერება და გამოიმუშავა ადამიანმა, ეს თავისით არ მოდის, როგორც გითხარი, ამოანათებს და ჩაქრება. და მე მთელი რიგი პროცესები ერთება ქვეცნობიერის, რაც შემოწუხებელია და რასაც თუ ვერ ცნობ მოგერება აუცილებლად. და რა არის იცით, მე მადლიერების დღიურის ვიდეო დავდე. ადამიანი იმდენად თავისუფლებას არის მიჩვეული, რადოზე თავისუფლებას, შეიძლება ეს მადლიერების დღიურიც ბევრს გაუჭირდეს. თუმცა იქ არ არის აუცილებელი, რომ ყოველდღე აუცილებლად უნდა ჩაწერო, ჩააგდო. არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს არასოდეს არაფერი არ უნდა დააძალო. ერთადერთი ოქროს წესი, რაც არის საკუთარ თავთან მუშაობის დროს, არის ის, რომ საკუთარ თავს არასოდეს არ დააძალო. თუ რაღაცას დააძალებ შენს თავს, ის აუცილებლად რაღაც ეტაპზე შეგაწყვეტინებს. თუ ვინმე დაიწყეთ მადლიერების დღიურის გაკეთება და რამოდენიმე დღე არ მოგინდათ გაკეთება, არ დააძალოთ თავს. გაანებეთ თავი, როცა მოგთხოვთ, მაშინ გააკეთეთ. მაგრამ ესეთი რაღაცა შეგიძლიათ გააკეთოთ დღიურის და ყველაფერი დეტალების გარეშე. ყოველ დღე საღამოს სანამ დაწვევით, გაიხსენეთ ერთადერთი მიზეზი, რაც იმ დღეს მოხდა თქვენს ცხოვრებაში და რისთვისაც ხართ მადლიერი. ერთადერთი მიზეზი. და ეს ნამდვილად უნდა წამოვიდეს გულიდან. ეხლა მადლიერი, როდესაც შენ ნამდვილად გადაგხდა ის ერთი მიზეზი და ნამდვილად ხარ იმისთვის მადლიერი და ამას წამოიღებს, დანერგეთ ის, რომ ყოველ დღე ძილის წინ, სანამ დაიცინებთ, გაიხსენეთ ერთადერთი პატარა, თუნდაც ან დიდი, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა ვისთვის დიდი, ვისთვის პატარა მიზეზი, რისთვისაც შენ დღეს იყავი მადლიერი. და ნახავთ თქვენი გონება როგორ გადაერთვება მადლიერების გრძნობებზე, მადლიერების ემოციებზე და ყოველი დღე თქვენი თანდათან გაივსება იმით, რომ მადლიერების მიზეზი გაგიჩნდებათ უამრავი. და როდის მუშაობს, იცით, საკუთარ თავში ჩადებული სამუშაოები, როდესაც იწყებ პატარით და თავს არ აწვალებ. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში მუშაობს, სხვანაირად არ მუშაობს. შენ თუ იწყებ საკუთარ თავზე დაძალებით, ეს არ მუშაობს. ხო, თან დავისვენე კი არა, ისე ნელა მოვდივარ და ისეთი სიამოვნებით, არ ვიცი, მთელი რიგმა პროცესებმა გაიარა ჩემში და როგორ მომნათლებია თქმა ესეთი რაღაც სიმშვიდე, სიწყნარე და მარტო გავლა. ზოგჯერ ისეც სჭირდება ადამიანს, ხო ისეა. წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო და გისურვებთ, რომ ერთადერთი მოუგვარებელი მოგეგვარებინოთ საკუთარ თავთან მოგეგვარებინოთ ის მოსაგვარებელი, რასაც თვლით, რომ მოსაგვარებელი გაგვთ და სხვა დანარჩენი უკვე ან თავისით მოგვარდება ავტომატურად, ან უკვე სხვანაირად ფიქრით და მიდგომით შეძლებთ, რომ მოაგვაროთ. აბა, წარმატებები და მშვიდობიანი დღე ყველას. წარმატებები. ხო, ესეც გამახსენდა ეხლა თქვა. რადგანაც გამახსენდა. ერთხელ ჩემაშვილმა შემომჩნია, რომ ვიდეოებს ვწერდი და ვემშვიდობებოდი ხოლმე ჩვეულებრივად ადამიანებს და მოვიდა და მითხრა ესეთი რაღაც, დედა, ხო მაინც ემშვიდობებიო ხალხსო და მაინც ესეთ ვიდეოებს წერო და ემშვიდობოდ და მშვიდობების დროს გული გაუგზავნე. ეგეთი რაღაც ხო შეგიძლია? ხო და დავფიქრდი, ძალიან მაგარი რაღაც იყო მართლაც. პატარა მანერა, რომელიც ადამიანის გულს ათბობს. ძალიან მომეწონა. კი მეთქდი, აუცილებლად ამას დავამტკიცებ ჩემს ვიდეოებში და რამოდენიმე ვიდეოში კი მაქვს გამოყენებული, თუმცა ეს არის ჩემი შვილის მოწოდებული იდეა, რომელიც ძალიან მომეწონა. და კიდევ ერთხელ
წარმატებები და ბედნიერი დღე თქვენ. აბა დროებით.